ნინო მოსეშვილი. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით მესტუმრეთ, ძალიან მიხარია. ხატვარი ნინო მოსეშვილი დავიბადა თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან გავატარე მთელი ბავშვობა, პირველი საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული. მარტო მე არ მაქვს პირველი საშუალო სკოლა ჩემ ოჯახში, ბაბუაჩემსაც პირველი საშუალო სკოლა ქონდა დამთავრებული, ჩემი დიდი ბაბუებიც თბილისში ცხოვრობდნენ, აგერ უნივერსიტეტის დაარსებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმა დიდმა ბაბუამ ფარმაკოლოგიის, მეორემ კი ქიმიის კათედრა დაარსეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როცა დაარსა, ხო ჩვენი? როცა დაარსა. იასონ და ველა მოსაშვილები იყვნენ ძმები, ამიტომ აი თბილისთან კავშირში ესე შემიძლია რომ ვთქვა. მე თვითონ გავიზარდა აი ამ უბანში. პირველ სკოლაში ვსწავლობდი ალექსანდროვის ბაღთან, რუსთაველზე, ყოველთვის ეს კოლორიტი, ეს სილამაზე მახსოვს. მე ხატვარი ვიყავი და ჯერ ნიკოლაძეში ვსწავლობდი. შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ასპირანტურა გავიარე. შემდეგ გადავწყვიტე რომ სწავლა გამგრძელებდა მიუნხენში. მიუნხენის ძალიან ჩქარაყოფი ხა მოიცი. ოიცე, რაღაცები მაინტერესებს. აი ეს პირველად ეს ხატრობა სად გამოჩნდა? როგორც ვიცი, არავინ არ აყავს, ხომ ხატ? არავინ აყავს, ყველა ექიმი მყავს სახში. მთელი ეს არის ოჯახი, ყველა ექიმი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, დიდი ბაბუა, ყველა ექიმი. ხო, ფარმაკოლოგია, ხო. და მე საერთოდ აი ყველაფერს უნდა ნიჭი და სამედიცინო არაფერი ნიჭი არ მაქვს. ნუ არ შემიძლია და ბავშვობიდან გიждდებოდი ხატვაზე. და მამა ჩემის მეგობრები იყვნენ სულ ხატრები ძირითადად. და ესე რომ ხატავდი და ვაჩვენებდი ამ ნამუშევრებს და აი მე რა კარგია ჩემით აბსოლუტურად. არავის არ ურჩევია რომ დახატე რაღაც. და თან ის არის რა ქვია, თან უკრავდი კარგად. კარგი მონაცემები მქონდა ფორტეპიანოზე. და ამიტომ ნუ რასაკვირველია ჩემს ყველას უნდათ რომ ექიმი გამოსულიყავი იბრძოდნენ, მაგრამ ნუ არ გამოვიდა არანაირად, მაგრამ ფორტეპიანოზე მე უნდათ რომ ამას გავეყოლებინე და მე აღმოჩნდი ძალიან ჯიუტი ადამიანი. აი რომ თქვი რომ მე მიყვარს ეს მხატვრობა და მინდა და ესა ავიტეხე ჩავაბარე ნიკოლაძეში, მე ჩავაბარე აკადემიაში ვსწავლობდი და მე მიხვნე რომ არ ქონდა აზრი არანაირი წინააღმდეგობა. იცი რა მინდა გითხო? იცი რა მინდა გითხო? აი ესე იძახი რომ არავინ არ ყოლია ხო სახში მხატვარი, ოჯახში მამას მეგობრები რაღაცა ესე ანახებდი ხოლმე ნახატებს. აი იცი მინდა რომ აი გაიხსენო, აი პირველად ვინ გითხრა რომ აი შენ დახატავ, ან აი მიხდე რას გეუბნები, აი ვინ შენზე გავლენა ვინ მოახდინა აი აი მე ხატავდი საბავშვო ბაღში. საერთოდ ყველა ბავშვი ხო ხატავს ბავშვობიდან და მე წდება ეს. მე ვფიქრობ რომ ბავშვები შედევრებს ხატავენ და აი მე უკვე რაღაცა ეს იყო გიეძგორაძე იყო ჩემის ახლო მეგობარი, ნუღზარ ტარიელაშვილი ძალიან საინტერესო კინოს მხატვარი იყო ჩემის მეგობარი, მათ ახსნენ ძალიან ბევრი მხატვართა სახში მე დავდიოდი იქ უკვე რაღაცა 12-13 წლიდან იქ ქონდა შეხება და სულ ვიზიტავდი ამ მხატვრებს მე უკვე ხო მოკლედ არ გაჩერებულ ხო ბავშვობიდან და ბავშვობიდან შენ თავს უთხარი რომ მე მხატვარი არა ალბათ ბავშვობაში როგორც ყველა ბავშვს მსახიობობა მინდოდა ნუ ძალიან მეცინება დღეს მაგაზე მაგრამ აი რომ დავიწყე ბავშვობიდან ხატვა არ გავწყვიტე არასდროს არა მაგარი ნიკოლაძეში იქ ცხოვრობ ნიკოლაძესთან ფიქრის გორაზე ვცხოვრობ არის ჩემი უსაყვარლესი ადგილი და მიუხედავად იმისა რომ 90-იანებში მომიწია და ყველა ამას რაღაც ძალიან ისაყვება, ისე კარგად მახსენდება და ისე ბედნიერად მახსენდება ეს წლები და ეს ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავით. მაგიტო და მე უკვე ჩავაბარე უკვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ნიკოლაძიდან ვინმეს არ გაიხსენებდი, აი ვინც რაღაცა განსაკუთრებულად. დალიფო დიაშვილი იყო ჩემი პედაგოგი, ძალიან კარგი ფერწერი, ვაჟა ჯალაღანია, იყო ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ჩემი მეგობრის მამა იყო, მე კი არ მასწავლიდა უშუალოდ, მაგრამ რახან ჩემი მეგობრის მამა იყო, ძალიან ბევრი მასწავლა და ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე აბსოლუტურად. აი მაგას გეკითხე, მინდა ვინც განსაკუთრებული. ჩემი მეზობელი იყო, ჩემი ძალიან ერთ-ერთი მთავარი პედაგოგი მანანა ტოროტაძე, ფანტასტიკური ფერმწერი, ძალიან კარგი მხატვარი და აი მან ძალიან ბევრი მასწავლა ფერწერაში და ფაქტიურად აი ეს წერა და როგორ უნდა წერა ფერწერაში და აი ძალიან
დიდი ამაგი აქვს ჩემზე აკადემიაშიც ჩავაბარებდი ვემზადებოდი მანანასთან. მივედით აკადემიაში, რა ხდება აკადემიაში, მაგ შენი ახალგაზრდობის აკადემია, იქ დაიბადე ხო, რუსთაველზე აკადემია იქა გაქვს, პრინციპში სასეირნო მეტის სადღა უნდა ისეირნოს ხატვარმა, ხო? აი მოგეგება შენი აკადემიური წლები. აკადემიაში. მე საერთოდ მახასიათებს ესეთი თვისება, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ძალით. აი არანაირი მოვალეობის გრძნობა არ გამოჩნია. აი თუ ჩემი არ არის და ეს ჩემგან არ იღვრება, არანაირი პასუხისმგებლობის გამო არაფერს არ გავაკეთებ ისე. ამიტომ აი სკოლაში რო ვთქვა რომ დიდად სწავლა მიყვარდა, არ მიყვარდა, იმიტომ რომ არ თuliდი ამას ჩემად და როგორც კი თქვა ნიკოლაძეში დავიწყე სწავლა, ამის ხათრით საგნებსაც კი ვსწავლობდი. ისე რომ აი აკადემიაში რო ჩავა, აი ყველგან გავდიოდი, ესე ძალიან კარგი ქულებით. აკადემიაში რო ჩავაბარე, გადავწყვიტე. და ისე ბოდიში გაწყვეტინე, აკადემიაში არ იყო ესე ადვილი ჩაბარება, ხო? პირველი გავედი სხვათა შორის. ხო, მაგინ მე გამახსენე რა, ჩემმა ძმამ ჩააბარა და საშინელი ძნელი იყო აკადემიაში ჩაბარება. მე მახსოვს თან 90-იანებში მით უმეტეს და აი ეგება პირთან პირველი გახვედა. აი როგორი რაღაცა იყო, ჩემ შევლები ხო იყვნენ ჩემი პროფესიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ არ უნდოდათ და ამიტომ არც მეხმარებოდნენ არაფერში და მეხმარებოდნენ რა მემზადებდნენ, მაგრამ აი ესე რომ ვიღაცას ნაცნობს რაღაცა, ესეთი რაღაცა არ იყო. მაშინ მაგარი ნაცნობობა იყო. იცნარებდნენ იმით თავს, რომ ნუ ესეთ სიტუაციაა და ვერ ჩააბარებს თან ჩვენხარ და გვაბრალებს. ამიტომ საერთოდ ესე გვერდზე იყვნენ გამდგარი. მე ნუ ეს პირდაპირ ყვები ახლა როგორც არის, გავედი ძალიან დიდი ქულებით და პირველი იმითი გავედი, ნუ აღარავის სხვა გზა აღარ ქონდათ. მოვხვდი. და რომ მოვხვდი უკვე იქ, ნუ აი ჩემთვის არის ყველაზე დიდი სიამოვნება ეს ხატვა და იმდენად რა ეს აზარტული ვარ საოცარი და რომ მუშაობდი, აი გარეთ გასვლაც კი არ მინდოდა ხოლმე. იმდენად ესე. სუხა, ეხაც ესე, ბევრს ხატა. რაღაცა ერთთვის ამქრო უნდა ვიყო მარტო. მიჭირს როცა ვინმე რაღაცა, იმიტომ რომ პროცესი არის ჩემთვის რაღაცა ტრანსის მაგვარი პროცესია და როგორც კი რაღაცა მდინარეში პატოქში შედიხარ, აი იქიდან თუ გამოგრთოვინმა, უკვე მეორედ ვეღარ შევხვალ. ამიტომ აი ძალიან აი ოჯახის წევრებსაც ვახოწები ხოლმე, რომ აი ისე შემიწყეთ ხელი, რომ როცა ვხატავ ხმა არ განცეთ და მე და ჩემი სურათი აი ესეთი მომენტები მაქვს და ამიტომ ნუ აკადემიაში ესე რომ თბილისური სიტუაცია ხო იცით რა ხდება ხა იქ სმა ყველაფერი კარტის მაგრამ ნუ ესე გავატარე შენ ხატავ ძალიან დიდი შენთვის აი სიამოვნებას ვიღებდი რა ვქნა აი ამაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის არ არსებობს აუ რა ბედნია აი ჭეშმარიტი მხატვარი ალბათ ნუ აი როგორც ბავშვი რო თამაშობს და სიამოვნებს ალბათ კიდევ უფრო მეტად სიამოვნებს ყველა ნუ პროფესიად არ ვთვლი მე ეს არის სიამოვნება თან პროფესია თან პროფესია რა ო ეგ მაგარი ბედნიერებაა ესე ყველაზე კაი რამე ეს უმშურდა ხოლმე ფეხბურთელების არის შესაშური ხო მართლა შესაშური მაგრამ მხატვრობა კი არა შეიძლება ექიმი იყოს ვიღაცა და იმდენ თუ ყვარდეს რომ მაგაში სიამოვნებას იღებს ანუ შენი საქმის სიყვარული დღეს უკვე რაღაცა ისეთი გახდა და აი ხა როგორ ახარ აი დაჟდა აი ოჯახს ვთხოვო რომ მომეშვა აი რამდენი ხანი შეიძლება ჩაეფლა შენ ნახატში მე რომ მომცენება შეიძლება 10 საათი ვხატო ის რომ ერთს მივხვდე და კი არ დავიხალო აი ისე ავივსო ენერგიით რომ მე ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის აი ეს რაღაც ბეტავე აი ეს რუტინა რაც უნდა აკეთო და რაც ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს თორე რომ ყველაზე დიდი სიამოვნება ხატვაა ჩემთვის. რა ბედნიერება. და ვიცი რომ ბევრი გამოფენები ქონდა, ხო? აი იცი რა მინდა, რადგან თბილისის გარშემო ვტრიალებთ, ხო? აი ვიცი ძალიან კაი გამოფენა ქონდა მიუნხენში, პარიზშიც ქონდა, ხო? აი იქიდან დანახული, ჯერ ერთი-ორი სიტყვით მოგვიყევი ამ როგორი იყო, როგორ ჩატარდა და მე აი შენი ეს ნოსტალგია არ მიყვარს ეს სიტყვა, აი რაღაცა თბილისთან კავშირში რომ პარალელი გავალო. სხვათა შორის თბილისში, აი როგორც კი დავამთავრე იმ წუთასვე და აი პრინ მეხუთე კურსიდან უკვე ჩავერთა გამოფენებში და მაშინ იყო ძალიან კარგი გალერეა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ერქვა თბილისში ბატონი გია ჯამბერიძის
დიდარბაზები იყო და დამინახა და მომიწვია და პერსონალურიც გამიკეთა. და ძალიან კარგი სივრცე იყო იმ დროისთვის. როდესაც იყო ბოდიში. ეს იყო ზუსტად რუსთაველზე, აი რო გაცდები მთავრობის სასახლის საწინააღმდეგო მხარეს, აი რო გაცდები. ქაშვეთთან? ქაშვეთთან, ხო, ცოტა იქითკენ თავისუფლების მხარეს. ხო. მანდ იყო და ნუ აი დიდი დარბაზები ძალიან კარგი გამოფენები ტარდებოდა ხოლმე მაშინ 80-იანელებთანაც დამკიდეს ისეთი ამაყი ვიყავი ამით ხო რა ვიცი. ხო და მე იქ მოვიდნენ იქ ნახა იყო კავკასიის სახლი პარიზში მამის გალერისტი იყო და მოვეწონე ამერჩია და გამიკეთა პარიზში ერთი თვე პერსონალური გამოფენა და ეს პერსონალური დაემთხვა მაშინ მე ვხატავდი ეს აბსოლუტურად სხვანაერთი ნამუშევარი მარტო აზიიდან დარჩენილი სულ აზიას ვხატავდი არ ვიცი რატო ალბათ ცხოვრებაში არა არ ვიყავი ნამყოფი ესენინი გამახსენდა მშობლებიც არ მიშვებდნენ როცა იყო ირანში საშუალო მაშინ შეეშინდათ და ხატავდი წარმოდგენით აბსოლუტურად აი ჰარამხანებს უდაბნოებს ეს ძალიან გადავარდ მე მგონია რაღაც ეთყობა წინა ინკარნაციას ხატავდი თქვენ და აი უფრო რაღაც აი სამყარო მოდიოდა და სულ ეს ნამუშევრები მქონდა რამდენი წელი ხატა ეგა ეს ხატა 1-5-6 შეიძლება 7 წელი არა საინტერესო ყველას ვეგონა რომ მე აზიის მხატვარი ვარ რა ესეთი უცხოეთში და ესე ხო და უცხოეთში ბოლოს როგორ გავაკეთე იცით იყო მაშინ Silk Road-ის ფესტივალი მთელ პარიზში და ჩვენ გამოფენასაც თქვა აბრეშუმის გზა Silk Road-ი და ზუსტად ეს პერსონალური თან ეს იყო მეხუთე კვარტალში ძალიან ცენტრში პარიზის და ძალიან წარმატებით ჩაიარა ისე რომ აი დახურვაზე აი საქართველოსთან რა კავშირი ჰქონდა მოვიყვანეთ ძალიან საინტერესო მუსიკოსი რომელიც ირანულ აღმოსავლურ ურმებზე უკრავდა ომარ ხაიამის კითხულობდა და ჩვენი ქართველი მსახიობი კითხულობდა ვეფხისტყაოსანს და დიდი კონცერტი ჩატარდა და ნუ ძალიან ეფექტური დახურვა ჰქონდა ამ გამოფენას და ნუ ძალიან კმაყოფილი მარტო შენ იყავი ქართველებიდან მე ვიყავი ქართველებიდან და ის თან ირანელი იყო არა ირან ეს აღმოსავლური რა ხან იყო ეს ირანული ომარ აიამი და ქართული ვეფხისტყაოსანი და ჟღერადობისთვის გააკეთეს რომ აი როგორ ჟღერს ეს და ეს დასარტყამის კომენტებას არა ნუ მაშინ ეს რა არი გადაღებული მაგრამ ძველ კომპიუტერს გაყვა მთელი მასალა ძალიან საინტერესო გამოვიდოდა რა კარგი იყო აი ძალიან საინტერესო გამოფენა იყო მანდანან ჩამოვედი და უკვე 2006 წელია და უკვე მომიხდა მიუხედავად წასვლა რაღაც დეჩენს გავყევი და დიდხანს მომიწია იქ ყოფნა და აღმოჩნდა სადაც ცხოვრობდი მაშინ რა ქვია ცენტრში ცხოვრობდით და გვერდზე მქონია სამხატვრო აკადემია და რახან დიდხანს ვერ ძულებ ხატვის გარეშე ნუ შევედი რასაკვირველია და შევედი და ვკითხე ისე რომ შეიძლება თუ არა თქვენთან რამე გესტუდენტად დავხატო და აღმოჩნდა რომ მივედი ესეთი ძალიან ცნობილი არტისტი არის ჯენი ცენიუკი აბსტრაქციონისტი და რომ მივუტანე კატალოგები ძალიან საკმაოდ ისეთი დაფხორილი კაცი იყო და არაკონტაქტური რატო არ ვიცი მაგრამ ეგეთებია გერმანელი უჯმურები ისე უჯმურები არის რამდენად იცხოვრე ნუ მე რა ვიცი არა ძალიან ეთყობა ნუ რაღაცა პირად ხო და ძალიან მოეწონა ნამუშევრები და რახან მოეწონა დამავალა რომ ჩემი სახელით მიდიო დირექტორთან ვისაც ეს ეხება და ამ აკადემიაში ხო ამ აკადემიაში და ამ ქალმა არ ვიცი გერმანულმა რატო დაარღვიას ყველანაირი კანონი ჩემი გულისთვის ვინე მომცა ერასმუს კარტა ეს არის აღმოსავლეთ ევროპის გაცვლითი სტუდენტი მე არ ვიყავი არანაირად ეს ერასმუსი შემელოდილამდე მეხატა ამ კარტით რომ პროფესორთან მინდა თეატრ რა კაია და მე თან აქ რო ვიყავი ძალიან კარგად გრძნობდი თბილისში თავს და საერთოდ არ მქონდა რომ წავიდე საზღვარგარეთ აი ეს მომენტი არ მქონია იქ იმდენად რაღაც საოცარი კანძისკის სწავლობდა ამ აკადემიაში ბოისი აი საოცარი ენერგეტიკის აკადემია აი ძალიან მე მესიზმრებოდა კარგა ხანი და ღამე ვხატავდი მე ხო ჩემი მთავარი ის არის ღამე ხატვა ეს ჩემი პერიოდი არის ღამე და იქ შეიძლება დილამდე ხატვა და იმდენად მომეწონა რომ მე მითხრას მოვწონდი ძალიან პროფესორს
რომ ბარემ ისწავლე. გამაკეთებიდეს პორტფოლიო, სამ პროფესორი მიყვანდა, ერთ-ერთთან გადავწყვიტე დარჩენა. თვითონ შემთავაზა. აქსელ შემთავაზა, თვითონ პროფესორმა შემთავაზა, რომ შემოიტანა ცენიკმაც და ნდობერავა იყო ერთი. რო ჩააბარო, ხო. ახლა ეს თედული არ არის მაგ აკადემიის ჩაბარება, მაგრამ ძალიან მოვეწონე და ამ გადავწყვეტა ფიგურატიული პროფესორი იყო, გარდაიცვალა სამწუხაროდ ძალიან. კარგი მხატვარი აქსელ კასაბერმა და ამ აქსელ კასაბერმერის კლასში ჩავაბარე უკვე და ვსწავლობდი ამ აკადემიაში. ვაიმე, დამაგარი ისტორია მოგეწონა. მაგრამ ძალიან მენატრებოდა თბილისი. ხო არა. აი ისე მენატრებოდა, რომ ფაქტიურად იქ რო ვიყავი, ესე ჩამოვდიოდი, 3 თვეს ვსწავლობდი, ჩამოვდიოდი, მე ისე მივდიოდი და პარალელურად ოჯახი შევქმენი და ამის გამო არა აქ. და ამის გამო აი ესე ორ ცეცხლ შორის, ანუ პროფესიასა და იმას შორის ვიწვევდი. გერმანიიდან ჩამოხვედი მაშინ შექმენი თუ პარალელურად? უი რა ბედნიერი. და ესე მივდიოდი, მოვდიოდი. აი ესე სემესტრში ორჯერ ჩავდიოდი, ვსწავლობდი, ჩამოვდიოდი აქ. აი ესე გავაგრძელე. ეს რომელი წლებია? 8-9 2011. აი ეს 4 წელია, ხო? 4 წელია. ვაიმე, რა საინტერესო. მე 2011-ში უკვე პროფესორ 10-ში ალბათ ბავშვი, 10-ში გავაჩინე ბავშვი. და მუქ 6 აკადემიური და მე მქონდა 11-ში გამოფენა არის ესეთი მარიამ პლაძეა ძალიან სერიოზული პროექტია აქ მაგათ კუნსტარკადენ არის გალერეა ძალიან კარგი და მიუხედავად მერია აფინანსებს პროექტები იმარჯვებენ. ხო. და მე და ორმა ჩემო კოლეგამ მხატვრებმა გერმანელებმა გავაკეთეთ პროექტი და გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა გავაკეთეთ გამოფენა ძალიან პრესტიჟული ის იყო რა ქვია საგამოფენო დარბაზი და ესეთი რომ ერთ-ერთი ხელოვნებაცოდნე იყო და საერთოდ არაგერმანელი აქ არ ხვდებოდა რანაირად მოხდი ესე ქართულ, მაგრამ მათი მასში გავედი რაღაც. ხო. ხო და მე იქან ძალიან კაი წინადადებები ერთი გალერისტი იყო, რომელსაც ძალიან მოვეწონე და ის, მაგრამ მოყვა ის პერიოდი, რომ ბავშვი ყავდა 9 თვის თუ ერთ პატარა მყავდა და ну აი ყველას უდიდეს პატივსაცემს ვისაც შეუძლია ბავშვთან ერთად აი მორჩა მაგ დროს ბავშვი რო გავაჩინე, მანეჟები, სათამაშოები, აი მუზაც კი აღარ მქონდა, ასე რომ ვერ გავაგრძელე ვერანაირი ეს მუშაობა. მაგრამ აი რაღაცა წყობას ენერგია ხო რჩება სადღაცას. გადავარდი ჩინურ მეტაფიზიკაში. დაოსურ სწავლებებში, ფენშუი, ბაძი რაღაცა. ბავშვთან ერთად, ხო? ბავშვთან ერთად, იმიტომ რომ უკვე ხატვის მუზა არ მქონდა ფაქტიურად, ვერ ხატავდი, იმიტომ კი არა რომ თქვა სადმე ვერ ხატავდი. და აი ეს 4 წელი დაახლოებით აი ამას ვსწავლობდი ძალიან ღრმად და მე აი ყველაფერი იმისთვის რომ არ უნდა მოხდეს აუცილებლად ზუსტად ეს ისე გამომადგენე დღეს მე ვხატავ ენერგიებს. და ეს ენერგეტიკას და ენერგიებს და აი აბსოლუტურად რეზონანსი გააკეთა სულ სხვა თვალით, სულ სხვა ფილოსოფიური იმით შევხედე, სულ სხვა. ძალიან საინტერესოა. და მე გამეხსნა 1-3 წელია 2016 წლიდან უკვე დავიწყე აი ამ აბსტრაქციების ხატვა და აი დღემდე ესე მუშაობ. ამ აბსტრაქციებს, ხო? აი ხა რასაც ხედავთ, ხო პრინციპში ჩვენ ეს არის აბსტრაქციები. ეს არის აბსტრაქციები, ენერგიას ხატავ ფაქტობრივად, ენერგიის მიკრო მაკრო სამყაროები, რაღაცა. ის უკვე აღარ გაინტერესებს, ხო? აი ამ ქვეყანაში დედამიწური თუ რაღაცა. აზია დამთავრდა პარიზში. ხო არა. ის გამოფენა რომ დასრულდა, იმის მერე აღარც მივუბრუნდი რაღაცნაირად და. და თბილისი თუ გაქვს ნახატი? როგორ? აი თბილისი. თბილისი მაქვს ნახატი სხვა შორის კი, ოღონდ შეკვეთით ერთ-ერთი გერმანელი მიდიოდა გოეთეს დირექტორი თუ რაღაც და იმისთვის შემოკვეთეს ხედი თბილისის და დავხატე ეს რეალისტურად. და სად იმუშავა? არა, ფოტოდან დავხატე. ფოტოდან, ხო. მის კაბინეტში მიმიყვანეს, გადავიღე ხედები, ანუ რომ დარჩენოდა სამახსოვროდ რახან მიდიოდა. გოეთეს ინსტიტუტიდან. ხო, გოეთეს ინსტიტუტიდან და ამის რეალისტური ის, მაგრამ კიდე ერთი მაქვს, როგორ არა, აი მაგას მოვყვები, ეს ან კაი მოსაყოლია ფოტოში. ეს არის მე-5 კურსზე ვიყავი. და დაეჩემა ძალიან მთხოვა, რომ დამეხატა თბილისის ხედი. ტაბიძეზე არის ერთი ულამაზესი სახლი. ტაბიძეზე ყვაგეში? აი შემიძლია მე ის ნამუშევრის ფოტო მოგაწოდოთ.
და აი ესე ქუჩაში ვიდექი, ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როცა ეს გავაკეთე, იმიტომ რომ იმის მე ვთქვი, რომ აღარასდროს აღარ დავდგები. ცირკი მედგა გარშემო და აი ეს ყველას ერთ. თემო მაჭავარიანი გეცოდინება მხატო, აი თემო ხატავდა ეგრე მაგრა თბილისს რა, იდგა და ხატავდა. ფანტასტიკური თემო მაჭავდა. აი ზუსტად ესე, მაგრამ უმეტეს მხატვრებს ხო ჩერს არ აქვთ აი ეს რომ ვიღაცა რო ელაპარაკება, თავისუფლად შეუვლიათ გააგრძელონ. ჩემი მეგობარი ხანდახან მელაპარაკება ტელეფონზე და თან ხატავს და შეუძლია შესვლა. მე მაქვს აი ძალიან ცუდ თვისება, როცა ვხატავ და შევიდე, ვიღაცა რო რაღაცას მეკითხება, უკვე გამოვდივარ და ძალიან ვიწვალე. მაგრამ ესეთი აი კარგი რეალისტური სურათი გამოვიდა, მართლა კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ თქვი რომ ეს არის პირველი და უკანასკნელი რაც მე. ეგ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ, იცი? ხო, იცი, აი პირველი რესპონდენტი ხარ, ვინც აი თბილისის გარშემო ვერ ვიტრიალე. იმდენი ისეთი ენერგეტიკა გაქვს, რომ წამოვყევი შენ ცხოვრებას რა, ვინც ის თბილისის გარშემო ტრიალე და უნდა დაუბრუნდე აი ფინალისკენ გავდივართ, აი მე შენ გითხარი დასაწყისი საინტერესო როცა მალე გადის დრო და აი იმას ვერ გავატარებ. აზიას ვხატავდი ნანახი არ ყავდა ეხლა რატო? სერგეი ისინინი მოგეხსენება და პერსიცკე მაწივი ქონდა, სადაც პერსიაში დამყოფი არ იყო, შუა აზიაში. ვაფშე თვალად არ ყავდა ჩემთვის ესენინი პერსიცკე ზალი მაწივით არის, ერთ-ერთი საინტერესო რა. აი შენ ზუსტად იგივე დაგმართნია რა, ნამყოფი არ იყავი, არც იცოდი ეგ ესენინი ამბავი და შენით ესე ხატავდი. აი საოცარი და რაღაცა ლამაზი ისტორია, ის წერლობას ეხება და პოეზიას, შენი მხატვრო, აი პირველად გადაცემა აი რაღაცნაირი თითქოს ხედავ რაღაცას და არ ვიცი ეს როგორ ხდება. ცნობიერიდან ამოდის ეს და აი რატომ მქონდა ეს შეიძლება ეს თბილისი ძალიან ახლოსაც იყო ამ აზიურთან კულტურულად და შეიძლება ეს ბავშვობიდან დალექილი თუნდაც ეს ბაიათები თუნდაც ეს კულტურა რაღაც ეს 1001 ღამე როსაც აი ლიტერატურა მაგრამ აზია სხვათა შორის უფრო წამომივიდა მუსიკიდან და იმიდან აი ეს ტამტამების და იმის და რაღაცა ეთყობა არის ეს კულტურული სიახლოვეც აი ჩვენს გვერდზე აბსოლუტურად ძალიან დიდი გავლენა ქონდა. და ეს მომწონს რაც აზიური ყო. ძალიან მომწონს. იმიტომაც ხატავდი. ძალიან რომ გინდა ხატავდი. და იცი რა ვიდა მითხრა ხატვარი ხარ და ეს კითხვა უნდა დაგისვა შენ. აი შენთვის თბილისი რა ფერია? ჩემთვის თბილისი აი ცოტა იდეალურ ვარიანტში არის, აი მოცისფრო მოიასალმისფრო. და ეს აკაციების, აი საღამოს განათება წარმოიდგინეთ და აი ახლა განსაკუთრებით რომ ბავშვობის თბილისი. აი მაშინ როცა სიმშვიდე იყო და ეს არეულობა და ის არის, აი აკაციების და რომ მოსაღამოვდება და რაღაც მოიასალმისფრო განათება რომ ჩამოდგება რაღაც სიმშვიდე და სადარბაზოები. აი ეს არის ჩემთვის. და მაინტერესა როგორ დახატავდი. და ფინალში აუცილებლად კითხავ, აი ბოლო კითხვას ესე დაგისვრო, ეხლა შენ პატარას ელოდები, ბავშვი უნდა მოვიდეს სახში და ძალიან დამაინტერესა შენი ბავშვი როგორი ტიპია, და შენ ძალიან ბავშვური ხარ და რაღაცა ნამდვილი ხელოვანი ხარ ჩემთვის და აი როგორი თაობა მოდის და რას ეტყოდი შენი ბავშვების თაობას? პატარა თბილისელებს. სხვათა შორის იქით უნდა მე ვფიქრობ, იქით უნდა გვითხრან, იმიტომ რომ ძალიან უშუალო და ძალიან ბუნებრივი და ესეთი თაობა მოდის არადაკომპლექსებული და ბევრი იმით არ არიან დატვირთული და რა იმას ვეტყოდი რომ აი არანაირ შაბლონში არ ჩაჯდნენ აი რაც რეალურად წაყვენ ემოციას ემოციასაც წაყვენ და თავის საკუთარ ხმას წაყვენ აი იმიტომ არ გააკეთონ არაფერი რომ ეს ვიღაცას რაღაცა მოწონს ეს მიღებული ამ საზოგადოებაში ეს მიღებული აი აუთენტურები უნდა იყვნენ ძალიან და უნდა იპოვნონ თავიანთი თავი იმიტომ რომ არ არსებობს სხვისი რეცეპტი ცხოვრება ვერც წარმატებას მისცემს ადამიანს და ვერც ბედნიერებას აი ის უნდა იპოვნონ რაც კონკრეტულად მართლა ხო აი ეს ვფიქრობ ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ხარ ნინო და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა მე უღრმესი მადლობა რომ მე სტუმრეთ ძალიან სასიამოვნო იყო ეს სიამოვნო მე თვითონ